ექსპორტიორი ფარმაცევტული კომპანიებისთვის GMP სტანდარტის დანერგვა 2026 წლამდე გადავადდა. მიმდინარე წლიდან კარგი საწარმოო პრაქტიკის, ანუ GMP-ის დანერგვის ვალდებულება ყველა ფარმაცევტულ კომპანიას თანაბრად უნდა შეხებოდა. რეგულაცია 2023 წლიდან ამოქმედა, თუმცა ის საგამონაკლისო წესით ექსპორტიორებზე არ გავრცელდა. 31 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ იმისთვის, რომ ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტი არ შეფერხდეს, კომპანიებს რეგულაციის დაკმაყოფილებისთვის ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემათ. რას ცვლის ეს ფარმაცევტულ ბაზარზე, რამდენი კომპანია ფლობს ამ დროისთვის საერთაშორისო სტანდარტს და რამდენია დანერგვის პროცესში. ლევან გოგიბერიძესთან დავსვავთ ამ კითხვებს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელია პირდაპირ ხაზზე. ბატონო ლევან, მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გამარჯობა ელენე, მოგესალმები, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა თემის დაინტერესებისთვის. ბატონო ლევან, პირველ რიგში რამდენად იყო ეს თავად კერძო სექტორის მოთხოვნა და კერძო სექტორის მხრიდან დასმული საკითხი ჯანდაცვის სამინისტროსთან და რეალურად რატომ დადგა საჭიროება ამ რეგულაციის კიდევ ერთი წლით გადავადებისთვის, გულისხმობ ამ შემთხვევაში ექსპორტიორ კომპანიებს. გისმენთ? ხო, ბიზნესისგან რა თქმა უნდა იყო სექტორისგან იყო ეს მოთხოვნა ექსპორტიორებისგან სამინისტროს მიმართ, რომ მისცემოდათ კიდე გარკვეული ვადა GMP-ის ასე ვთქვათ სერტიფიცირების გავლამდე. როგორც მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ რთული პროცესია GMP სერტიფიცირება. რამდენიმე კომპანიას, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, დაახლოებით 4 კომპანია ექსპორტიორი ამჟამად მიმდინარეობს მათი წარმოებების ასე ვთქვათ შესაბამისობაში მოყვანა ახალ სტანდარტთან, მაგრამ ვინაიდან მაინც დროის ის მონაკვეთი, რომელიც იყო გამოყოფილი ამ სტანდარტის ასაკმაყოფილებლად, ამ დროში ვერ მოხერხდა სერტიფიცირების გავლა, ამიტომ რა თქმა უნდა სექტორი ითხოვდა, რომ რაღაცა საშეღავათო პერიოდი კიდევ გაგრძელებულიყო. ეხლა ის რომ ერთი წლით გადავადა, ეს ზუსტად ვერ ასახავს იმ დადგენილების შინაარსს, რომელიც იქნა მიღებული. იქ არის გათვალისწინებული ასეთი მომენტი, რომ იმ კომპანიებს, იმ ფარმაცევტულ წარმოებებს, რომელსაც აქვთ ექსპორტი და აქვთ სურვილი, რომ შემდგომში გაიაროს GMP სერტიფიცირება, 2025 წლის 1 მარტამდე მიეცათ საშუალება და უფლება, რომ წარადგინონ სამინისტროში ასე ვთქვათ გეგმები, თუ როგორ აპირებენ ახალი სტანდარტის დაკმაყოფილებას, როგორ მოხდება ეს ეტაპობრივად. ამ გეგმებს გაეცნობა სამინისტრო, შეითანხმებს, შეიძლება ასე ითქვას, და შემდგომ ინდივიდუალურად წარმოების მოცულობის და ასე ვთქვათ საქმიანობის მიხედვით მიეცემათ ამ წარმოებებს კონკრეტული დრო და ვადა, როდესაც მათ უნდა დააკმაყოფილონ GMP სტანდარტი. თუმცა არის ჩამკეტი ვადა, ეს არის მაქსიმუმ 18 თვე, ასე ვთქვათ, ამ გეგმის წარდგენა. ბატონო ლევან, რამდენი კომპანია დღეს რეალურად ამისთვის მზად, რომ მათ შორის ეს გეგმები შეათანხმოს სამინისტროსთან და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მათ შორის ეს როგორც ადამიანურ, ასევე ფინანსურ რესურსს მოითხოვს სოლიდურ საკმაოდ ამ სტანდარტის დანერგვა საწარმოებში. თუ უკვე არის დათვლილი აი საშუალო ზომის საწარმოების შემთხვევაში, რა არის ის ფინანსური ხარჯი, რომლის გაწევაც მოუწევს ამ შემთხვევაში ფარმაცევტულ კომპანიებს? ხო, აი მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ინდივიდუალური თემაა, ისევ გავმეორდებით და ვიტყვი იმის მიხედვით, რომ წარმოება რა სამუშაოს ასრულებს, ეს არის სრული ციკლი თუ არის მხოლოდ შეფრობა, მარკირება, ასე ვთქვათ, იმის და მიხედვით სხვადასხვა ფინანსურ რესურსს და ადამიანურ რესურსს მოითხოვს შესაბამისად. საშუალო ტიპის, აი ერთი მიმართულების მაგალითად წარმოება, რომელიც მხოლოდ ხსნარებს აწარმოებს, დაახლოებით რეკონსტრუქციაზე მაქვს საუბარი და არა ახლის აშენებაზე, ხდება 15-20 მილიონი ლარი. ეს საკმაოდ დიდი ციფრია და რა თქმა უნდა ყველა წარმოება ამის ასე ვთქვათ საშუალება არ აქვს, თუნდაც ის ჩართული იყოს პროგრამაში აწარმოეს საქართველოს და ასე შემდეგ, მაინც რთული ასე ვთქვათ შესასრულებელი მისია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ გვქონდა ხშირად საუბარი ამ თემაზე, რომ სანამ საერთოდ ამოქმედებოდა ეს GMP სტანდარტი 80 წარმოება იყო, შემდგომ 50 და ეხლა რეალურად საქართველოში ოპერირებს მხოლოდ 4 წარმოება, რომელსაც აქვს GMP სტანდარტი და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ამ ექსპორტიორ კომპანიებსაც
რომლებსაც აქვს, ასე ვთქვათ, სურვილი, რომ შემდგომში დააკმაყოფილოს ახალი სტანდარტი, დაახლოებით 10 კომპანიაა დარჩენილი, რომელიც ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. ბატონო ლევან, საინტერესოა ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ 2023 წლიდან ჩაირთვა მოკლედ ეს მოთხოვნები და რეგულაცია ამოქმედდა. საინტერესოა, რა ბედი ეწიათ იმ კომპანიებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და შესაბამისად ამ რეგულაციიდან გამომდინარე მათ აეკრძალათ ადგილობრივ ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტების განთავსება და რეალიზაცია. როგორც თქვენ ამბობთ, 4 საწარმოა ამ ეტაპისთვის, რომელიც აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას და 10-მდე, ასე ვთქვათ, ემზადება და არის ამ პროცესში. აი, დანარჩენ კომპანიებს რა ბედი ეწიათ, აი, რამე შეიცვალეს პროფილი თუ რა ფორმით ოპერირებენ, თუ ოპერირებენ დღეს ბაზარზე? მინდა გითხრათ, რომ დიდი უმრავლესობა ამ წარმოებების საერთოდ გაჩერებულია. არ ახორციელებს არანაირ ოპერაციებს. არის წარმოებების გარკვეული ნაწილი, რომელმაც პროფილი შეიცვალა, გადავიდა სასურსათო დანამატების წარმოებაზე და ასე ვთქვათ, პარასამკურნალო საშუალებების წარმოებაზე, რაც არ მოითხოვს სტანდარტის, GMP სტანდარტის დაკმაყოფილებას, თუმცა ისევ გამეორდები და ვიტყვი, რომ ძალიან დიდი უმრავლესობა ამ წარმოებებზე საერთოდ გაჩერებულია და შეჩერებულია წარმოების პროცესი, რაც რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა. ჩვენ გვქონდა 2020 წელს ჯერ კიდევ აი ის დადგენილება, რომელიც ახლა ამოქმედდა 30 დეკემბერს რო შევიდა ძალაში, რომ ეტაპობრივად მოხდეს ასე ვთქვათ GMP სტანდარტის დაკმაყოფილება, ეს გეგმები ჩვენ სამინისტროს ჯერ კიდევ 2020 წელს წარუდგინეთ ინდივიდუალური თითეული წარმოებისთვის, თუმცა სამწუხაროდ მაშინ ამ იდეის გაზიარება არ მოხდა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ და რაც გვაქვს დღევანდელ დღეს სამწუხაროდ. თორემ მაშინ რომ მოხდარიყო ეს ასე ვთქვათ ეტაპობრივი დანერგა დამერწმუნეთ, რომ უკვე ამ ეტაპისთვის დაახლოებით 10 ქარხანა იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში GMP სტანდარტის მფლობელი. კი ბატონო. ბატონო ლევან, კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ეს ეხება რეფერენტულ ფაზს წარმოქმნას. აი 31 დეკემბერს, როცა ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდა ბრიფინგი, მათ შორის ჩვენ ჰქონდა შესაძლებლობა მისთვის დაგვესვა კითხვა, ასე ვთქვათ, რა პროცესში არიან ისინი კერძო სექტორთან. ჩვენ გვახსოვს, რომ ფარმაცევტული ბიზნესი ითხოვდა მათ შორის ამ ფაზს წარმოქმნის მეთოდოლოგიის გადახედვას, იმიტომ რომ ის მაქსიმალური ჭერი, რომელიც დაწეს და ამ რეგულაციით მედიკამენტებზე ხშირ შემთხვევაში თავად ბიზნესი ამის შესახებ ამბობდა, რომ თვითღირებულების ფასად უწევდათ რეალურად და უფრო ნაკლებადაც წამლების რეალიზაცია. დღეს რა, ასე ვთქვათ, პირობებში ოპერირებს ეს კომპანიები, თუ მიდის საუბარი და მსჯელობა ამ მეთოდოლოგიის გადახედვაზე სამინისტროსთან, ეხლა რა პროცესში ხართ და რა პირობებში ოპერირებთ? მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპისთვის რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით არანაირი ცვლილებები არ განხორციელებულა. ინდექსაციაც არ მოხდარა 2022 წლიდან დღევანდელ დღემდე. არ მოხდარა ფასების გადახედვა. საერთოდ არ არის საუბარი, რომ შეიცვალოს რეფერენტული ქვეყნები და მინდა გითხრათ, რომ პრინციპში ამ მიმართულებით ამ ეტაპისთვის ყოველ შემთხვევაში სამინისტროსგან არანაირი კომუნიკაცია არ არის, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ სექტორმა მაინც შეძლო აუწყო ამ გამოწვევებს, ასე ვთქვათ, ფეხი. თუმცა ბაზარი რამდენად დარჩა ევროპული, ასე ვთქვათ, მედიკამენტების გარეშე, ნაწილობრივ, იმიტომ რომ ამაზე იყო მაშინ საუბარი კომპანიების მხრიდან. არის, რა თქმა უნდა, გარკვეული სირთულეები ამ მიმართულებით, შეიძლება ამან კიდევ უფრო იჩინოს თავი მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან, როდესაც უკვე სრულად ამოქმედება 313 დადგენილება, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ეროვნულ რეჟიმში მედიკამენტის რეგისტრაციის დროს წარმოდგენილი უნდა იქნეს როგორც მწარმოებლის GMP სერტიფიკატი, ასევე იმ სუბსტანციის და ბალკის GMP-ის ევროპული სერტიფიკატი, რომლიდანაც დამზადებულია ეს მედიკამენტი. სამწუხაროდ ძალიან დიდია პროცენტი ისეთი მედიკამენტებისა, რომელსაც აქვს საბოლოო GMP და არ აქვს სუბსტანციის GMP, იმიტომ რომ ევროპაშიც კი ეს არ არის აპრობირებული მეთოდი და მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანაშია. ეს რა თქმა უნდა გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს ჩემი აზრით და აი როგორ განვითარდება მოვლენები ამაზე
ამჟამად საუბარი ცოტა რთულია, თუმცა აი 1 ოქტომბერი არის ჩამკეტი ვადა, როდესაც ყველამ ეს დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს, როგორ მოხდება, რანაირად მოხდება და როგორ მოახდენენ ამას თვითონ წარმოებლები და კომპანიები, ეს სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებიც ასე ვთქვათ წარმოადგენენ ამა თუ იმ უცხოური კომპანიის ასე ვთქვათ სახეს და წარმომადგენლობას საქართველოში, აი ეს ცოტა ისეთი რთული საკითხია, თუმცა მაინც მაქვს იმედი, რომ რაღაცა გადახედვა მოხდება გარკვეული მიმართულებებით, რომ მართლა არ წარმოიშვას გარკვეული დეფიციტი სხვადასხვა მიმართულებებით. კი ბატონო. ბატონ ლევანი ძალიან მნიშვნელოვანი თემა და სხვა დროს აუცილებლად უფრო ვრცლად ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით. მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. ლევან გოგიბერიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი.